ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის კოორდინატორის გიორგი ბოტკოველის განცხადებით ქართულმა ოცნებამ 9 სექტემბრის აქციაზე თელავში ერეკლე მეორის მოედნის ნაცვლად აქცია ერეკლე მეორის გამზირზე იმიტომ ჩაატარა, რომ ვიწრო ქუჩა და ნაკლები ხალხი მეტად გამოჩნდებოდა. ბოტკოველის განმარტებით ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გამგეობის შემოთავაზებაზე უარი თქვეს და სცენა მოედნის საპირისპირო მიმართულებით შეატრიალეს. მისივე თქმით, თელავში გამართულ ქართული ოცნების აქციას კახელი მოსახლეობის მხოლოდ 5% დაესწრო და კოალიციის მხარდამჭერები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ტურისტულად იყვნენ ჩამოსული. ახალი ამბები არსებულ საკითხთან დაკავშირებით კოალიცია ქართული ოცნების sapasukho კომენტარს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მათთვის მიტინგის ადგილი განსაზღვრული იყო ზუსტად ეს, ნებართვა იყო გაცემული ამის გამო, მაგრამ მათ რო დაინახეს რა ხდებოდა აქ ჩვენ შეკრებაზე, ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება 8-ში რო დაინახეს, 9-ში მიიღეს გადაწყვეტილება. სცენა არა აქეთ შემოეტრიალებინათ, არამედ იქით შეეტრიალებინათ ვიწრო ქუჩაზე. ჩვენ მათი ჩამოყვანილი აქ ძალიან ბევრი ტურისტი ვნახეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მათ შეკრებაზე კახეთის 5% არ იყო მოსახლეობა.